მოკლედ ვიწყებთ ახლა მის როლებს. გვექნება ფიოკის 5 ნომერი 34 გრამების გასროლა. ეს არის ქარავანში ნაყიდი ესეთი განსხვავებული შეფუთვით და ეს არის ვინჩესტერში ნაყიდი ესეთი განსხვავებული შეფუთვით. რომელი რას შვება ახლა ამას აწერია კლასიკური ხაზი. ამას პერფორმანსის კლასი რაღაცა ვითომ ახალია. და ვნახოთ რა სიახლე იქნება მოკლედ ამ ვაზნებსაც პარალელურად გავტესტავთ რა. ხო და ვნახოთ აგე რა იქნება რა. რა არის რეალური სხვაობები და არის თუ არა. ნუ ეხლა არ დამიშლია სიმსხვეები, გრამაჟები, არაფერი არ ვიცი, ქართულად არის ესე და მოკლედ ვისვრით ესე რა. გასროლა ნომერი 1. აჰა, ალექს. აქ არის ჩვენი სანიშნე მანძილი. მანძილი არის 37 მეტრ-ნახევარი ზუსტად. იქიდან გამომდინარე რომ ასე გადავწყვიტეთ. აქ ამთავრებს ასე რომ ვთქვათ თოფი თავისი საფანტის კონის წაღებას ერთ სივრცეში რომ ყველა მარცვალი გადის და ამის შემდეგ იწყებს დაყრას და აი ეს ზღვარი ავირჩიეთ ამ ეტაპზე სასროლად. 91 ლულა 1 და 1 შევითროვებით, ანუ ერთჭრილიანი ჩოქი ქვედა ლულაზე, 1 და 1 შევითროვებით და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს. ვაზნა ფიოკი 34 გრამი კლასიკური 5 ნომერი. ძალიან სწრაფად მიაქვს. კი ბატონო. წავით. ილან არ გამოვარდეს მეთქი არ გამიწეს საფილები. ჩემო მეგობრებო, რა ვიცი, შედეგი დადგა და ჩემთვის არის ძალიან კარგი და ძალიან მაგარი შედეგი, ასე რომ ვთქვათ. რისი თქმა მინდა მოკლედ. ძალიან კარგი სროლა, ეხლა ვიღაცა დამცინებს რომ ყველაფერზე კარგი ძახიო და ალბათ ცუდი როგორი ღაო და რა ვიცი ჩვენ შემთხვევაში როცა თოპს ვარჩევთ და აი შეგნებულად, გონივრულად ვყიდულობთ, ის ყველა თოფი იძლევა კარგ შედეგს და ცუდი რანაირად თქვა. მოკლედ 91 სანტიმეტრიანი ლულა, 37 მეტრ-ნახევარი, სადაც ამთავრებს თოფის საფანტი, აი ამ ერთ სივრცეში გავლას ყველა საფანტი და ამის შემდეგ იწყება უკვე დაყრა. აქ ეხლა ეს მისროლა ჩემი ბრალია, მოკლედ სამიზნე დავსვი აესე, ანუ სამიზნეზე დავსვი მონიშნული ადგილი და ანუ სადაც მიუშვირე, იქ ისროლა რასაც ქვია. აი ალექს ერთი ცალი სად არის გამორჩენილი უყურე. აი აქ როგორი ის აქ და ისა რა ქვია. ზუსტად იქ ისროლა და ნახეთ ერთი როგორი მრგვალი მიტანა და განაწილება აქვს. სრული ჩოკით, ქვედა ლულით 18.25 რო არის გაბურღულობა და 1 და 1 მოდის ჩოკის შევიწროება. არა, 0.95-ია მაგასთან და ზედასთან არის. 0.95 არის ქვედასთან, კი ბატონო, ბოდიში ამერია. 0.95-იანი შევიწროება. აი ესე მრგულად ლამაზად გადაანაწილა, 158 მარცვალი მიიტანა წრეში და 50 მარცვალი შემოფანტა წრის გარშემო და აქაც ვხედავთ როგორი ლამაზი განაწილება აქვს. ალბათ წრის გარშემოც ერთადერთი ფანჯარა, ანუ ალექსამ მითხრა რომ არ გამოტოვო, აი ამ მონაკვეთში არის. რაც საფანტის გაშლის ამბავია მანძილში, ანუ კიდე არ იყო საფანტს ადგილი რომ გაშლილიყო, ასე რომ ვთქვათ რა, მანძილი არ იყო. ძალიან მაგარი მისროლა, ძალიან ლამაზი მისროლა, აი და როგორი ძლიერი ცენტრით არის თან დააგვირთ, აი აქ არის ამისი ცენტრი რეალურად. ხო და ჭრა აქვს უნიკალური, რასაც ველოდი 91 მმ-ია, 91 სანტიმეტრიანი ლულიდან, აი ზუსტად ის ჭრა აქვს, ის უკუცემა აქვს, აი ყველაფერი აქ ის რა. ანუ კარგი გაგებით ვიძახი. 13 მმ-ზე ქვევით უბრალოდ არ ჩამოდიოდა მარცვლის შეღწევადობა ფიცრიდან,
13 მმ-დან 15 მმ ნახევრამდე იყო. ლამის 16 მმ-ზე წავიდა ისა ჭრის შეღწევადობა, რაც ნიშნავს, რომ 4 მარცვლიდან 5 მარცვალ ნახევრის ფარგლებში აქვს ჭრა. როცა ჩემ თოფებზე რაც ამის წინ დავტესტე, იყო 15 მმ-იანიც იყო, 9 მმ-ზეც ჩამოვდიოდით, 13 მმ, 14 მმ ესე დავდიოდით. ანუ აქ 13-დან 15-მდე უჭირავს სტაბილურად, ასე რომ ვთქვათ, რაც ძალიან დიდი ნახტომია, რაც მოეთხოვება გრძელ ლულას, ასე რომ ვთქვათ, და რა თქმა უნდა, ჩემ მოკლე ლულასაც შევადარებთ ამას და კიდევ უფრო ზუსტად გავიგებთ იგივე ფიცარზე 71-იანი ლულა როგორ მიიტანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შედეგი გვაქვს Fioch-ის 5 ნომერი ძალიან მაგარი მისროლაა, ულამაზესი მისროლაა და უძლიერესი მისროლაა 5 ნომრისთვის 37 მეტრა ნახევარი. ეხლა ვისვრით მაღლითალულით, რომელიც არის 18.4 გაბურღვა და ნახოთ აი გაბურღვებს შორის რა სხვაობა გვექნება ერთი და იგივე ჩოქზე, გინდათ ჭრაში, გინდათ მიტანის კუთხით. ძალიან საინტერესოა მოკლედ. მოკლედ, ვისვრით ზედალულით ერთჭრილიანი ჩოკი, რომელიც 1 და 1 შევიწროებით მოდის ამ შემთხვევაში ზედალულასთან 34 გრამი Fioch-ის 5 ნომერი. კი ბატონო, წეღან შეგვეშალა, აგერ ალექსა შენიშვნას მაძლევსა სწორია, რომ ქვედა ლულაზე წეღანდელი მისროლა ეს ერთჭრილიანი ჩოქი მოდიოდა 0.95-ით და ზედაზე მოდის 1 და 1-ით. ანუ წეღან მოხდა 0.95 შევიწროებით გასროლა, იგივე ჩოკი აყენია ზევით, არის 1 და 1 შევიწროება და ნახოთ რა სხვაობას მოგცემს ჩოკის ჩოკური შევიწროების სხვაობაც და ლულის გაბურღვის სხვაობაც, გინდათ ჭრაში, გინდათ მიტანაში. მოკლედ ძალიან საინტერესო მომენტია რა. შემეშალა. აი ის მოხდა ქვედას ხო ისვრის პირველი. თუ არა ვაცინე ხლე ეს მისროლა 50 მეტრაზე ვტესტავდი და 140, 120 და რაღაცა მარცვალი 50. ოღონ წრეში არ მიქონდა მაგდენი, წრეში მიქონდა. თლიან ხაღალზე ვითვლით მაგებს, გახსოვს? ეხლა სხვა თოფითაც რო ისროლო ალექს მამენტ, იმიტომ ეგე ატანეოს მეორეს ხო გადმოვიღებ. მარცვლების დიაპაზონი შეიძლება დიდად განსხვავებული არ იყოს. ანუ მე ამ მანძილში 160 მარცვალი და ის სხვა თოფებით მაქვს მონატანი, მაგრამ ჯგუფს დააკვირდი და ჭრას დააკვირდი. აი ეს ცენტრი და ის ჭრა არის მე იმ მანძილზე რო საქმეს აკეთებს. აი ეგ არის აქ მთავარი ისტორია. ეხლა რო თქვა რო აქ რაღაცა სხვა ლულებთან შედარებით ამას ფენომენალური მარცვლების რაოდენობა აქვს? არა, ხო. ხო, ანუ კლასიკური მოცემულობა აქვს, მაგრამ აქვს ის ცენტრი, რაც უნდა კონდეს, ასე რომ ვთქვათ, იმას რა ქვია, 91-იან ლულას და აქვს იმ სიმძლავრის ჭრა, რაც მუშაობს მანძილზე, ასე რომ ვთქვათ რა. მოკლედ ეხლა დავობთ კაი გაგებით იმაზე, რომ მეტი უნდა მიიტანოს თუ ნაკლები. მოკლედ ყველაფერი აქვს საიმისო, რაც მოეთხოვება 91 სანტიმეტრიან ლულას. ოდნავ მაღლა გვაქვს წასული მისროლა, მაგრამ შეიძლება შემოხაზვის ამბავიც იყოს. რეალურად ცენტრი არის აი აქ. კი ხედავთ თქვენ თვითონაც თვითონ საფანტის კონის ჯგუფს რა. 162 მარცვალი მიიტანა წრეში ამ შემთხვევაში, წეღან მიიტანა 158 მარცვალი, ანუ 4 მარცვალი არის სხვაობა წრეში მიტანაში და 41 მარცვალი შემოფანტა წრის გარშემო და წეღან მოკლედ საერთო ჯამი რო ვთქვათ 203 მარცვალი მიიტანა ეხლა მთლიანად ამ ხაღალზე და 208 მიიტანა წეღან. ანუ 5 მარცვალი არის სხვაობა. ამან ცენტრით აჯობა, იმან საერთო მიტანით აჯობა, რაც ნიშნავს, რომ ერთი ლულაც და მეორე ლულაც არის ერთი და იგივენაირი მსროლელი რა საერთო ჯამში. ჭრას რაც შეეხება იგივეა შეიძლება ითქვას ზედალულაც ჭრის კუთხით თუ უფრო მეტი არა. იმაზე ნაკლები არანაირად არ არის და უფრო მეტებიც ამოვიდა, მაგრამ მოდი დავასტაბილუროთ და რაღაცა ზღაპრებში და იმებში ფანატიზმში რო არ მოგვედაოს საზოგადოება, ვიტყვი რომ იგივენაირი ჭრა აქვს. მაგრამ ამასაც ვურთავ, პალიუსში გადის ქვედა ლულასთან შედარებით, ზედა ლულა უფრო განიერი გაფართოების, მაგრამ რეალურად შევიწროებით ჩოკი უფრო მეტად მოდის შევიწროებული და
შესაბამისად ჭრაზეც აისახა. დაახლოებით მილიმეტრი და მეტიც შეიძლება იყოს სხვაობა რა, მაგრამ ვთქვათ, რომ ორივე ლულას აქვს ერთი და იგივენაირი ჭრა, რომ რაღაცა ჩვენს ეიფორიულ იმაში გადაწყვეტილებაში არ ჩაგვეთვალოს. აი ესეთი ძლიერი ცენტრით წეღან 18 მარცვალი იყო ამ სატესტო ფიცარზე მიტანილი ქვედა ლულისა და ეხლა მიიტანა 23 მარცვალი. ანუ 5 მარცვლით ახაც დააპლიუსა დაახლოებით იგივენაირად როგორც იქ რა. და რა ვიცი 37 მეტრაზე ეხლა აი ამ ხელის მტევნის ხელა ობიექტს 18 მარცვალი და 23 მარცვალი ხვდება. უკვე ყველაფერი ცხადია რა. ჩვეულებრივ აქვს ის ბალისტიკა, არა მარცვლების რაოდენობის ჯამით, არამედ თავისი ცენტრით და თავისი ჭრის კუთხით, რაც უნდა კონდეს თოფს შორსასროლად, ასე ვთქვათ, სანადირო ვარიანტში. და ეს თოფი ამ ყველაფერს ართმევს თავს. ეხლა დანარჩენ ტესტსაც გავაკეთებ და გავაგებინებთ რას ვიზავთ რა. მეგობრებო, ეხლა ეს არის 91 სანტიმეტრიანი ლულით 60 მეტრიდან მისროლა, მანძილზომით გაზომილი. ცენტრში მივიტანეთ 56 გიგვიწერია, მაგრამ ერთი მერე ვნახეთ და 57 მარცვალი არის. და აი ცენტრთან ახლოს აი როგორი ძლიერი ჯგუფი აქვს ოდნავ მარჯვენა მხარეს, მაგრამ მე აქვს გამოტოვება ფანჯარასა ვით. რეალურად წრეში რო დააკვირდეთ, ალბათ ეს ერთი ფანჯარა გვაქვს და 60 მეტრი ახლა უფანჯროთ ვერ იქნება ვერანაირად. მაშინ რა მართლა რაღაცა საოცრებასთან გვექნება ადგილი, ან უფრო წვრილი საფანტი უნდა ვისროლოთ რა, ასე რომ ვთქვა. ამის წინ ერთმა კარგმა კაცმა ლევანი ავალიანმა მთხოვა, ჩემი გამომწერია და იგი დამიკომენტარა, რომ ისა 60 მეტრაზეო რო ისვრიო და ის ფანჯრები რო ჩაანსო, აბაო ერთი ან ორი გასროლაო გადაამატეო მე იგივე ხაღალსო, რომ ნახოთ რომ განმეორებით მისროლის შემთხვევაშიო იმ ფანჯრების ადგილსო თუ კეტავს მომდევნო გასროლებიო, რომ შანსი გვეზრდება თუ არა განმეორების შემთხვევაშიო. ან დუპლის სროლის შემთხვევაშიო და კი ბატონო მაგას ვიზავ მადლობა მაგ იდეის მოწვისთვის სხვა დროს გამიკეთებია ეგ და ვიცი რომ კეტავს იმ ფანჯრებს ანუ განმეორებას აზრი არ ყოველთვის მაგრამ რახან კაცმა ითხოვა თვალსაჩინოებისთვის რომ ესე გავაკეთოთ არ არის პრობლემა სხვა ბევრი კაი რამ დამიწერა იქ და მადლობა მას ყველანაირად ძალიან ღრმად მოაზროვნე ადამიანია ხო და რისი თქმა მინდა ეხლა 56 მარცვალი ვაზნიდან რომელი ვაზნაც არ იცი რა შვება არ გაგიტესტი არ შეგიმოწმებია და არ ენდობი იმ გაგებით რომ ანუ საუკეთესოდ გამორჩეული ვაზნა არ არის და იღებ ისვრი და ესეთ შედეგს 56 მარცვლიდან შედეგს დებ 60 მეტრაზე 75 სანტიმეტრიან წრეში ეს არის ძალიან მაგარი შედეგი ჩემი ტესტების სერიაში რაც მე ვიდეოების გადაღება დავიწყე სტანდარტული ვაზნიდან არ მახსენდება მსგავსი შედეგები ერთადერთი შედეგი მახსენდება როდესაც შევამოწმე ატანეო 91-იანი და 66-იანი ლულით მასაიმარასთან სადაც მქონდა ჩემი მასაიმარა და ჩემი ძმაკაცის გოგიტა გოისაშვილის 76 სანტიმეტრიანი მასაიმარა და იქ ვისროდი ვაზნებს რომელი ვაზნებიც მქონდა გამორჩეული საუკეთესო ქარხნულ ვაზნებად თუ არ ვწდები აზოტის 5 ნომრები მქონდა რომელიც აი მართლა ფენომენალურ შედეგებს დებდა და გადადებული მქონდა გვერდზე ვაზნა რომელიც იყო საუკეთესო სროლელი შორმანძილზე და იმ ვაზნებით ვახორციელებდი ტესტს და იქ რამდენიმე გამეორების შემდეგ რომ ანუ მაქსიმალური შედეგები დაგვედო და წარმოგვეჩინა თოფის ყველაზე ასე რომ ვთქვათ დიდი რეზულტატი მაშინ გაიმეორა 76 სანტიმეტრიანმა მასაიმარამ 56 მარცვალი მიიტანა ესე 60 მეტრიდან და წრეში და გაგიჟებული ვიყავი რომ ეს რა გააკეთა მეთქი დანარჩენი 45 მარცვალზევით ვერ ცდებოდა ვერც ერთი ეხლა მარცვლებს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს მანძილზე იმიტომ რომ ფანჯრები გადაგვიკეტოს მაგრამ ვიცით უფრო ნაკლებ მარცვლიანი მიტანების რომლებიც ისე კეტავენ ამ ფანჯრებს რომ ფრინველს მაინც შანსი არ აქვს ანუ რისი თქმა მინდა რომ ერთი შეხედვით ვაზნას რომელსაც არ იცნობ და ადგები და ისვრი ძალიან კარგი შედეგია მაგ ვაზნისთვის 91 სანტიმეტრიანი ლულისთვის ერთი და ერთი შევიწროება ჩოკისთვის და ეს მისროლა გავაკეთეთ აი
ფიოკის ვაზნით, ოღონდ ერთი პარტია გვაქვს ნაყიდი ქარავანში, მეორე პარტია გვაქვს ნაყიდი ვინჩესტერში. მწვანე და ლურჯ პაჭკაშია სხვაობა და აი ლურჯ პაჭკიდან ქარავანიდან ვისროლეთ ეს და იმიდან ნასროლი გვაქვს უკვე ვინჩესტერის ვაზნებიდან ნასროლი გვაქვს. იქ პატარა იაღლიში მოგვივიდა და მაგასაც განვმარტავთ რა მოხდა და ეხლა ამას გადავამატებთ გასროლებს, რომ საერთო სურათი დავინახოთ რა იქნება განმეორების შემთხვევაში. და შემოგთავაზებთ მაგასაც რა. ძალიან საინტერესო ტესტი იქნება. ესეც დამაკმაყოფილებელია, ასე რომ ვთქვათ, და როცა თოფს ვაზნას მოარგებ, შეურჩევ და ასე შემდეგ, კიდე გაცილებით უფრო მაგარი შედეგი შედება შეუძლია ამ თოფს ამ მანძილებზე, ანუ რეალურად 91-იანი ლულა 60 მეტრაზე ამართლებს. ჭრაზე აღარ შევამოწმეთ, იმდენად მაღალი ჭრა აქვს, რომ აღარ გვაინტერესებს ამ მანძილზე ამისი ჭრა, ბჯერა და ვენდობით რა. წავედით აბა ეხლა და გადავამატოთ ამას მისროლები. მოკლედ, ეხლა გვაქვს ჩვენ აქ ესეთი სურათი. 60 მეტრიდან ნასროლი, კი გახსოვთ წეღან ვისაუბრე, თანმიმდევრობაში როგორც იყო, ქარავანში ნაყიდი ლურჯ პაჭკებში რო ვაზნებია და 60 მეტრიდან ნასროლი, რომელიც არის ვინჩესტერში ნასროლი. სამი მისროლის შედეგებია ესენი, ანუ განმეორებით მისროლის შედეგები, თუ გვიკეტავს 60 მეტრაზე განმეორებითი გასროლები არსებულ ფანჯრებს. დიახ ბატონო ჩემო, მე როგორც ვიცოდი და სხვა დროს როგორც ჩამიტარებია და როგორც ვიცი, იგივენაირად არის აქ ყველაფერი მოგვარებული, გაკეტილია აბსოლუტურად ყველაფერი. მართლების რაოდენობა წრეშიც თითო მისროლის ჯამით და მე საერთო ჯამით ერთი და იგივე გვაქვს, თლიანი მეტრ-20 მეტრ-20-ზე ქაღალდებზეც ერთი და იგივე ჯამი გვაქვს, 150 და 150, ნუ რაღაცა ერთი მარცვლით თუ ორი მარცვლით განსხვავდება საერთო ჯამში, მაგრამ დავამრგვალეთ, რომ თავბრუ არ დაგახვიო თქვენს. ნუ ორი მარცვალი ახლა ამდენ მისროლაში ხვდებით ალბათ, რომ აბსურდულია რომ გამოვეკიდოთ რა. რისი თქმა მინდა, აი ახლა ამ მისროლას თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ოდნავ დაბლა არის ერთიანობაში სურათი, აი რაც აინტერესებდა იმ კარგ კაცს. მაგრამ გასროლას ვახორციელებდი ზუსტად აი ამ წერტილში. აი ამ წერტილში და საფანტის კონაც ოდნავ 60 მეტრისთვის დაჯდა ოდნავ დაბლა. მაგრამ ფრინველზე, ანუ მანძილიდან გამომდინარე, როგორც გიწევს წინსრების კორექტირება, ისე მაღლა კორექტირება გადაფარვის კუთხით არ გიწევს ამ თოფზე. შეგიძლია სწორხაზოვნად გააყოლო 60 მეტრამდე და სადაც ესვრი იქ მოხდება და ისე იმოქმედებს, ისა რა ქვია, ფრინველისზე ეს ნასროლი საფანტი. ეს არის პირველი მისროლა, რომელიც გადაფარვით ვესროლე ერთი მისროლა და ძალიან ცუდი შედეგი ჰქონდა შუაგულში ლამის 40 მარცვალი ძლივს მიიტანა. ძალიან ცუდი არ იყო, მაგრამ ნუ მეც ველოდით 91-იანი ლულიდან და ალოგიკური იყო იმისთვის. და შემდეგ ჩვეულებრივ დავიწყე მე შავ წერტილში დამიზნება და აქ ხედავთ რომ ქაღალდზე მთლიანად თანაბრად არის როგორც ზევით ისე ქვევით თითქმის მიტანილი. ნუ ზევით მაინც კი ნაკლებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი აქ მისროლა ზევით იმ გადაფარვით სროლის ხარჯზე. თორე აქაც იგივენაირი სურათი გვაქვს. ერთადერთი რა ვიცი, შეიძლება ფანჯარა ამოვიღოთ აი ამ კუთხეში, დავაბრალოთ და აქაც ამ კუთხეში. ეს არის უკვე თოფის ხასიათი, ვაზნის ხასიათი. შეიძლება სხვა ვაზნამ ესეც გადაფაროს, ან სხვაგან გაიჩინოს ეს ფანჯარა. მოკლედ ესეთნაირად თითქმის იდენტურად აკეთებს გასროლებს ეს თოფი, რაც არის ცალკე აღებული თოფის ძალიან კარგი მახასიათებელი და მერე კიდე ცალკე აღებული და ამას დამატებული ვაზნების სტაბილური მუშაობა. ასე რომ ფიოკის ვაზნები ამართლებს როგორც ახლოს, ისე მანძილზე სამუშაოს და რა ვიცი, ძალიან კაია, ძალიან შედეგიანია ორივე. ეხლა ვითომ გვინდოდა ქარავანში ნაყიდით 37 მეტრ-ნახევარზე დაგვეტესდა, მაგრამ ერთი და იგივე შედეგები მოგვცა, ასე რომ ვთქვათ, 60 მეტრაზე და რა აზრი აქვს, რომ მეტი ქვევით დავწესოს, მეტი ქვევით ხო უფრო დაგვაკმაყოფილებს კიდე და ასე რომ ვაზნები არის ერთი და იგივე შედეგობრივი ქარავანში იყიდით თუ ვინჩესტერში და ძალიან კარგია ბატონო ჩემო, ძალიან კარგია. თოფითაც კმაყოფილები ვართ და რავი, შედეგებითაც კმაყოფილები ვართ. ვაგრძელებთ ტესტებს მოკლედ, ეხლა ეს მისროლა არის
ქვედა ლულით, იგივე ერთჭრილიანი ჩოკით, რომელიც 0.95 შევიწროებით მოდის. და საერთო ჯამში მივიღეთ 325 მარცვალი ამ 1.20 ქაღალდზე მისროლა. როცა ზედა ლულიდან წეღანდელ კარდონებზე 353 მარცვალი მივიტანეთ. ანუ 28 მარცვალში განასხვავა ქვედა ლულა ზედა ლულასთან ჯამი. შესაბამისად წრეშიც იქ 150 მარცვლები რომ მქონდა, აქ მივიტანეთ 128 მარცვლები. რაც გამოდის, რომ 12 მარცვლით წრეშიც მოიკლო, ანუ 12 მარცვალი წრეში მოიკლო, დანარჩენი წრის გარშემო მოიკლო, მაგრამ აი როგორი განაწილება აქვს, ანუ ეს არის 3 მისროლის ჯამი 60 მეტრაზე, ერთი ფანჯარა გვაქვს აქ და მეორე გვაქვს აქ. ანუ ერთი ფანჯარა დაიმატა ამ მარცვლების ნაკლებობის ხარჯზე ამ მისროლამ, მაგრამ საერთო ჯამში რო ავიღოთ 60 მეტრაზე მუშაობს, 60 მეტრამდე მუშაობს ქვედა ლულაც, რო ვიცოდეთ ზღვარი და მუშაობს ზედა ლულაც. როცა შორს გიწევს თუ ახლოს გიწევს სროლა პირველი, ხო? რახან ჩვენ ამ თოფზე არ შეგვიძლია რომ სელექტორით ვცვალოთ მისროლის ჯერადობა. ანუ ქვედა ლულით შემიძლია ახლოსაც ვიმუშაო, შორსაც ვიმუშაო და ვიყო თავდაჯერებული და როცა კიდე უფრო შორს მომიწევს სროლა, ხო? ვიცი რომ ზედა ლულას რაღაცით მეტი შეუძლია და კიდე მეტი შანსი მაქვს. თუმცა 60 მეტრამდე ესეც სავსებით დამაკმაყოფილებელია. ამისი თქმა მინდა მოკლედ ბატონო ჩემო და თავი ამით ამოვწურეთ, მე ვფიქრობ ვაზნა, ჩოკი, თოფის ლულის შესაბამისობა თავის ჩოკებთან მიმართებაში, მოყოლი ჩოკებთან მიმართებაში. ეხლა გადავალთ შეძენილი ჩოკები ATA Neo X-ის, რომელიც აქვს. იქაც გავაკეთებთ რამდენიმე გასროლას, რომ ვნახოთ რა სხვაობა გვაქვს. მოკლედ ეს არის ჩემი ATA Neo-დან, ATA SP-დან მისროლა. გარე ჩოკი ერთჭრილიანი ჩოკით, იგივე 34 გრამი, ფიოკის ვაზნა 5 ნომერი. აი ესეთნაირად გადაანაწილა ცენტრში. შედარებით არათანაბრად ვიდრე 91-იანი ანაწილებდა, მაგრამ არც ცუდად. 37 მეტრანახევარი არის მანძილი. მოკლედ იქ იმ მისროლებში ვიღებდით 158-ს, 162 მარცვლიან მისროლებს. აქ მივიღეთ 157 მარცვალი მისროლა და ლოგიკურიცაა, რომ გრძელ ლულას მეტი მარცვალი უნდა მიქონდეს ვიდრე მოკლე ლულას. და ეს არის საშუალოდ 15-13 მარცვლიანი სხვაობა სტაბილურად. უპირატესობით გრძელი ლულისთვის. ჩემი არის 71 სანტიმეტრიანი. საერთო ჯამიც რო შევკრიბეთ, საერთო ჯამშიც მოვიკელით, ეს გავიდა 187-ზე, როცა იქ 208, 216 და ასე გქონდა შეჯამებები რა. ლულის სიგრძის შესაბამისად წამოვიდა უფრო ქვევით ბალისტიკური მაჩვენებელი. რაც შეეხება ჭრას, ჭრის კუთხითაც, როცა 13 მმ-იანი სხვა ისა შეღწევადობა გქონდა, 13 მმ-იანი შეღწევადობა როცა გქონდა მინიმალური ზღვარი 91 სანტიმეტრიან ლულაზე და მიდიოდა 15-16 მმ და ზევით, ასე ვიტყვი, მაგრამ მოვეკეთეთ მაინც 13-დან 15-ის ფარგლებში, რომ ფანატიზმში არ ჩავქცლოდა. აქ 13.5 არის მაქსიმუმი ზღვარი და ჩამოვდივართ 10 მმ-მდეც, ანუ დამაკმაყოფილებელ დიაპაზონში, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ვამბობ, რომ ამ თოფითაც ვჯდებით, მაგრამ 91 სანტიმეტრიან ლულასთან მიმართებაში რაც იყო 91-იანისთვის ქვედა ზღვარი, ჩემი თოფისთვის არის ის ზედა ზღვარი, ანუ 13-13.5 მმ და ქვედა ზღვარი ჩამოვიდა 10 მმ-მდე, ანუ რეალურად როგორ შეიძლება რომ შევაფასოთ მინიმუმ ერთ მარცვლიანი ჭრის შეღწევადობით ჯობის 91-იანი 71-იანს და ლოგიკურია, ბუნებრივია, ასე უნდა იყოს და ამიტომ გაჩვენებთ ამ მისროლებს, რომ სხვაობა ვნახოთ რეალურად რა არის. 91-იანი უფრო თანაბრად ანაწილებდა. აქ რაღაც თითქოს აი ესე ვიწროთ იწყება, მერე ძლიერდება ჯგუფი, რაღაც ნახევარ თვალის ქმნის და ამაში სუსტობს ამ ადგილში.
და ის თანაბრად ანაწილებდა მთლიან სიბრტყეზე, ამავდროულად ჰქონდა ძლიერი ცენტრი და გახსოვთ ალბათ წინა ვიდეოებში ვიძახი, რომ მოკლე კონუსიანი თოფს ახასიათებს ჯგუფ-ჯგუფად მიყრა და შედარებით არასტაბილური გადანაწილება, შედარებით ვიდრე გრძელ კონუსიან თოფებს ხო. და აგერა არის ფაქტი ბატონო ჩემო, რომ ეს ნამდვილად მასია, ამ Pro 12-ს აქვს გრძელი კონუსი, აქვს უფრო ძლიერი ჭრა, აქვს უფრო თანაბარი განაწილება, უფრო ძლიერი ცენტრი და ყველაფერი უფრო მეტი აქვს ვიდრე 71-იან ATA Neo, ATA SP-ს რა. მე მგონი ძალიან ამომწურავი ასე ვთქვათ ტესტები გამოგვდის რა. აგერ ჩვენი ბიჭები, ჩვენი სატესტო სერიები, ხო და მოკლედ 71 სანტიმეტრიანი ATA SP და 91 სანტიმეტრიანი Pro 12 ATA C. ზეგან ვისაუბრეთ, რომ მოკლედ ამ ჩემი შეძენილი ერთჭრილიანი. ხო, ეგ შენია და ჩემი უკვე დავა. უიმე, მაშინ გამოდის, რომ ორჭრილიანით მისვრი ერთჭრილიანი კი არა. და ვიტყვებოდი იქ, მაგრამ არა უშავს. კაი, მოკლედ ეხლა ATA-ზე Pro ჩოკით მოყოლილი ჩოკით ვისვრის მოკლედ ერთჭრილიანით, რომელიც 1 და 1 შევიწროებით მოვა ჩემრულებთან, რადგან 18 და 4-ია გაბურღვა ჩემს ლულას. იგივენაირად არის ბატონო ჩემო ზედარულაზე Alexa Stop-ის შემთხვევაში. აი, გავისროლოთ ეხლა და ვნახოთ. ესეთნაირად გამოიყურება ATA Stop-ები ლამაზად Alexa-სავით. შენი ორივე ეს არის ისევ ჩემი 71-იანი ATA Neo, ოღონდ Pro 12-ის ჩოკით, რომელიც ჩოკიც მოდიოდა 1 და 1 შევიწროებით ჩემ თოფთან. იგივე ვაზნავისროლეთ, იგივე 37 მეტრანახევარი და წეღან თავისი ჩოკით, ჩემი ნაყიდი ჩოკით მივიტანეთ 149 მარცვალი, ამით მივიტანეთ 149 მარცვალი, ცოტა გვერდზე მომიწია სროლა, ძირითად ჯგუფს კი ვხედავთ აგერ არის და რატომღაც შემოფარგლა მაინც აქეთ მივაძალე. ხო და რისი თქმა მინდა, ანუ რეალურად სტაბილურად განასხვავა 91-მა 71 სანტიმეტრიან ლულასთან სხვაობა ბალისტიკური კუთხით, სტაბილურად და დამაჯერებლად და ეს რო ყოფილიყო 76-იანი, ესეთ სხვაობას ვერ ვიგრძნობდი, ძალიან ახლოს გავყვებოდა ერთმანეთს რა. ამიტომ, რა ვიცი, ჩემთვის თუ გვინდა რომ სხვაობა ვნახოთ, უნდა შევადაროთ ესეთი 10 სანტიმეტრიანი სხვაობებით ლულები, რეალური სხვაობა თუ გინდა დაინახოთ. თორე პრაქტიკულ სხვაობას ისედაც მიაგნებ იმაში. მაგრამ აი ამ ჩოკმა კიდე უფრო ლამაზად თანაბრად გაანაწილა, ძლიერი ცენტრი დაიჭირა აქაც, ანუ ჩოკის მახასიათებელია ასეთი, როგორც ჩანს, და აქაც გამოასწორა ის რაღაცა ვიწროთ მიყრა და რაღაცეები ჩოკმა რა. ანუ ეს ჩოკები, Pro 12-ზე მოყოლებული ჩოკები, თავისავე თოფზე ყველანაირად მორგებული, გათვლილი და დაოპტიმიზირებულია თავისი ლულის შიდა შევიწროებით, კონუსით, გამავალი ჩოკით და არის ერთი კარგი ბუკეტი, ასე რომ ვთქვათ რა, Pro 12 91-იანი ლულით. ჩემთვის ამომწურავი და დამაჯერებელი და დამაკმაყოფილებელია ეს ყველაფერი და ეხლა ვაგრძელებთ კიდე რაღაცა ტესტებს, მაგრამ მე მგონი ერთჯერ და სამუდამოდ გაეცა პასუხი რა, 91-იანი, 76-იანი თუ 71-იანი თუ 66-იანი თუ ასე შემდეგ. ანუ რეალურ 50 მეტრამდე მანძილზე სამუშაოთ, ისიც ყოფნის, მაგრამ 91-იანი უპირატესობას გაძლევს და ამავდროულად აგერ ლევანი მისროლა ეხლა თებშებზე 71-იანითაც ვასრულებენ და 86-იანითაც და რომელი უფრო კარგი და თანაბარი გასაყოლებელია მეთქი რა თებშზე და რა თქმა უნდა 91-იანი ვარ და ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ და როცა ჩვენ ეს ტოპი ვიყიდეთ რა, რომ რადგინოდათ მაქსიმ ზერდულები და ასე შემდეგ, მაგრამ საქმეში უკვე სულ სხვა რაღაცას ლაპარაკობს რა. ამიტომ 91 სანტიმეტრიან ჩოკებს კი არა თოფებს არსებობის უფლება აქვს და ამას საქმეში ამტკიცებენ. მოკლედ ეს მისროლა არის 91 სანტიმეტრიანი ლულიდან, Pro 12-დან
7 ნომრით 55 მეტრაზე შესრულებული 2 ჭრილიანი ჩოკი. და რა ვიცი 7 ნომერი რასაც შეიძლება რომ ესროლო და ამ მანძილზე თუ რამეს გაუბედავ რომ ესროლო თავისი ჭრისა და ბადის შესაძლებლობებით არა მარტო 75 სანტიმეტრიან წრეში, არამედ მთლიანად. აი ერთადერთი სიცარიელე გვაქვს ამაში. დანარჩენი სულ ყველგან დაკეტილია მთლიანი ბადი. 112 მარცვალი მიიტანა წრეში 2 ჭრილიანმა მარცვალმა და 116 მარცვალი მიიტანა წრის გარშემო, რაც 228 მარცვალია საერთო ჯამში. იგივენაირად მე ვისროლეთ 1 ჭრილიანი ჩოკიდან, Pro-12-ის თავისივე 1 ჭრილიანი ჩოკიდან და ესეთი კიდე უფრო ლამაზად გადაყობლა და გადახატა 55 მეტრაზე 7 ნომერი საფანტი არის აქ ნასროლი ბატონოჩო. აი აბსოლუტურად დაკეტილია შიდა ბადე, 100 მარცვალი მიიტანა წრეში, ან 12 მარცვლით ნაკლები მიიტანა, მაგრამ ისე გაანაწილა რომ აქ ფანჯრის ნასახი არ გვაქვს და აქაც არ გვაქვს პრინციპში. რას ვემდური, ან აქ თუ მოვძებნით რამეს, თორე რეალურად აქაც არ გვაქვს. და ესეთი ლამაზი ის გააკეთა, ანუ 122 გარშემო შემოფანდა, ანუ 222 ამან მიიტანა ერთმა ჭრილიანმა, 228 ორმა ჭრილიანმა, მაგრამ ორივე არის ერთმანეთზე უკეთესი მისროლა. 55 მეტრა 7 ნომერი. რა ვიცი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთოს თოფმა, მე ვერ ვხვდები რა. ძალიან ლამაზი მისროლა. მოკლედ ამ ეტაპზე 91 სანტიმეტრიანი ლულის შესაძლებლობების შესახებ დავამთავრებთ აქ და შემდეგ გაგრძელება იქნება აუცილებლად.